მიშა საღამომშვიდობისა, მართლაც გამოხმაურება მთელი დღის განმავლობაში არ შემწყდარა კორუმპირებული მარიონეტების ოსტატმა, რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დემოკრატიის გზაზე მდგარი და ევროკავშირის ზღურბლთან მისული ჩვენი ქვეყანა საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო და ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარება გადაწყვეტა, დღეს მისი პირადი პრეზიდენტის დანიშვნას აღნიშნავს. საქართველოში შექმნილი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ჩიხი მსოფლიოს ყურადღების ფოკუსშია და იმის მიუხედავად, რომ ევროპასა და ამერიკაში საშობაო ვარდადეგებია, წინა საახალწლო სამზადისია და კვირადღეა პარალელურად, საქართველო მაინც რჩება საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში. დასავლელი პოლიტიკოსები მხარდაჭერას უცხადებენ პირადად სალომე ზურაბიშვილს, ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს და მას საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს უწოდებენ. ამერიკა დგას ერთადერთი ლეგიტიმური ქართველი ლიდერის სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით დაწერა დღეს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა ჯო ვილსონმა, რომელიც ყველაზე აქტიურია დღეს ამერიკელი პოლიტიკოსებისგან. მიხეილ ყავალაშვილის ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციამდე 1 საათით ადრე ტვიტზე თავისი ტვიტი გააკეთა ჯო ვილსონმა. ამერიკელი კონგრესმენის ამ ტვიტს წინ უძღოდა და განცხადება იმის შესახებ, რომ მომდევნო კვირაში წარადგენს ქართული კოშმარის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტს კონგრესსა და სენატში, რომელიც აკრძალავს შეერთებული შტატების მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს როგორც ერთადერთ კანონიერ ლიდერს საქართველოში. იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. მანამდე კი ჯო ვილსონის მეშვეობით უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეა დაპატიჟებული. დღესვე გავრცელდა ამერიკის გავლენიანი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურის ბენ ჰოჯესის მოსაზრებები სალომე ზურაბიშვილის შესახებ, სადაც გენერალი ჰოჯესი საქართველოს მთავრობას ღიად და პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთთან კოლაბორაციაში. ბენ ჰოჯესის განცხადებით ჩანს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება თანამონაწილეა რუსული გავლენის ნების დართვაში. მილიონობით ადამიანმა ნახა საშინელი ვიდეოები, სადაც მომიტინგეები უმოწყალოდ ცემეს. დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების ძალების ყველა წარმომადგენელი, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, არ იყო ქართველი. ტაქტიკა ნამდვილად რუსულია და ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში რუსეთის უსაფრთხოების და დაზვერვის ძალები არიან ჩართულნი, რომლებიც ამ პროცესებში მონაწილეობენ. მთლიანად შავებში ჩაცმული უსაფრთხოების ძალები, სახეებიც კი შავი ნიღმებით იფარავენ და ამას აკეთებენ, რადგან იციან, რომ რასაც ჩადიან სისასტიკე და დანაშაულია, ყველა მათგანი უნდა იყოს გამოძიებული. მან ასევე ინტერვიუ მისცა ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას, სადაც სალომე ზურაბიშვილის გარდა საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრობს. შეგვიძლია მოვისმინოთ ამონარიდი ამ ინტერვიუდან. ამერიკა საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფს ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის მარიონეტულ რეჟიმებს. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს. უნდა ვთქვა, როგორი აღფრთოვანებული ვარ საქართველოს პრეზიდენტით სალომე ზურაბიშვილით. ეს არის მაგალითი სიმამაცის, ძალისა და ნებელობისა და ოპერისპირდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ იმაზეც, რომ ვინმემ რამე არ დაუშაოს. ვფიქრობ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ მას სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. საქართველო ვერ იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და არის მრავალი უკანონო ვაჭრობის, შავი ბაზრის ადგილი, რაც რუსეთიდან მოდის. ეს ისეთი ქმედებები არის შეჩერებაც ძლიერ დემოკრატიულ სუვერენულ სახელმწიფოს თავისი მეგობრების დახმარებით უნდა შეეძლოს. ეს ძირს უთხრეს უკრაინის დახმარების მცდელობებსაც. ასევე ძირს უთხრეს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის იდეებს. გარდა ამისა, ჩვენ მოგვიწევს ჩინეთთან კონკურენციაც. ჩინეთი საქართველოში აწარმოებს პროექტებს, რაშიც თავისთავად არაკანონიერი არაფერია, მაგრამ იქაც უნდა გქონდეს კონკურენცია. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ ქვეყნებს შეუძლიათ იმაზე უკეთესი პირობების შეთავაზება, ვიდრე ის დავალიანების
მახია, რაც ჩინეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხვება ხოლმე. რა თქმა უნდა ვახსენოთ ის, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია. ესაა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის აუცილებლობა. ეს იქნებოდა მომგებიანი საქართველოსთვის, შავ ზღვაში ვაჭრობისთვის და რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის. ეს კი უკანასკნელი რამაა, რაც რუსეთს სურს. ევროპაში დასავლეთის ამერიკის სარდლობის ხელმძღვანელის გენერალ ჰოჯესის ინტერვიუს შემდეგ ისევ გავრცელდა კონგრესმენ ჯო ვილსონის მოსაზრება, რომელმაც ასეთი რამ თქვა საქართველოში მიმდინარე მშვიდობიან პროტესტზე. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგის და ვაცლავ ჰაველის ტრადიციებში. ომის დამნაშავე პუტინს ძალადობა სურს შემდგომი ჩაგრვის მიზნით. ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართულ პატრიოტ თავისუფლებისთვის მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ როგორც ბუქარესტში, როგორც ჩაუშესკო გაიქცა, ამბობს ჯო ვილსონი. ცუდი რამე მუქრება ევროკავშირის კანდიდატ საქართველოს. ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში სასწრაფოდ უნდა წავიდნენ. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ბუნდესტაგის წევრმა კნუტ აბრაამსმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოქს ამ წინადადებით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის გამართვის შემდეგ კი ნორდიკული ქვეყნების 8 სახელმწიფო საერთო განცხადებას ავრცელებს და თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას მოუწოდებს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ. მე წავიკითხავ ამ განცხადებას, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. მოვუწოდეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს და წინა საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ. გმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ძალადობას, დაშინებას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მუქარას, როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპელი მისწრაფებების მხარდამჭერები შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისის გამო. ნათქვამია ამ განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი, რათა აღიდგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და ეს განცხადება დღეს 29 დეკემბერს რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ნორდიკული ბალტიური რვიანი 8 სახელმწიფოს აერთიანებს. ეს არის დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია და შვედეთი. საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების 32 დღეს სასტიკი დარბევების მიუხედავად ქართველები აგრძელებენ პროტესტს. დღევანდელი ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია ქართული ოცნების მარიონეტი რეჟიმის მიერ დემოკრატიის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი. საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება. ლიდერი, რომელიც ქართული ხალხის გვერდით დგას და არა მათ პირისპირ და წინააღმდეგ. არავინ უნდა აღიაროს ეს არალეგიტიმური რეჟიმი. არანაირი ხელის ჩამორთმევა ან ლეგიტიმაცია ამბობენ სალომე ზურაბიშვილის კოლეგები, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, ლიეტუვას პრეზიდენტი გიტენას ნაუსედა და ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი. შეგვიძლია მათი განცხადებებიც მოვისმინოთ. დღეს როგორც არასდროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში. თქვენი გამბედაობა და მონდომება შთაგვაგონებს ყველას და მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე. კიდევ ერთი დღე ტრადიციულ ევროპულ დემოკრატიაში, სადაც ოცნების პარტიას სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანების ინაუგურაცია იყო. საქართველომ ამ დემოკრატიის ახალი განსაზღვრება უნდა იპოვოს, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე. დაურეკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს მომავლისთვის, ოფიციალური პირებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა აღადგინონ. კაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასა და პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს.
დასავლეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. ქართველები შთაგვაგონებენ, ამბობენ ევროპარლამენტარები და გამორიცხავენ ყოველგვარ კავშირს თანამშრომლობას არა მხოლოდ ყაველაშვილთან, არამედ საქართველოს ავტოკრატიულ რეჟიმთან სრულად, რომელსაც რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებასაც კი უწოდებენ. მოდით მოვისმინოთ ზოგიერთი განცხადება, რომელიც ძალიან საინტერესოა თავის შინაარსით. ყველაფერი ძალიან ცხადია. საქართველოს ხავს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ვიღაც, ვინც არალეგიტიმურია, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. რუსეთთან კავშირში მყოფი რეჟიმი ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას, რათა კონტროლი ჰქონდეს ქვეყანაზე. ამავდროულად ქართველი ხალხი აპროტესტებს ამას და მათ აქვს ძალიან ცხადი სიგნალი, რომ სურთ იყვნენ ევროატლანტიკურ სამყაროსთან და არა რუსეთთან. ქართული ოცნება ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებას ცდილობს, რასაც ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება და ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს. შეიძლება ოცნება არასერიოზულად აღიქვამ სანქციებს, მაგრამ სანქციები ყოველთვის მუშაობს ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ წევრ ქვეყნებთან, რომ სანქციების პოლიტიკა გაგრძელდეს იმ პირებთან, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთთან და ცდილობენ ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვან. მიუღებელია ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე. ჩემი აზრით შეუძლებელია ქართული ოცნების ლეგიტიმურ ლიდერება და აღიარება. ევროკავშირის სტანდარტებით ეს ადამიანები დემოკრატიულად არჩეულები არ არიან. ამიტომ არის საჭირო სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე ხელახალი არჩევნების čატარება საქართველოში. ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდათ რომ მართავდეს. საქართველოში არსებული სიტუაცია იშვიათია, მაგრამ არა უნიკალური, რადგან ბევრი მსგავსების დანახვა შეგვიძლია მაგალითად ვენესუელასთან ან სხვა ქვეყნებთან. ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს. ასევე არ შეიძლება ყაველაშვილი აღიარებული იყოს როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მხარს უჭერთ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გააგრძელოს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება. ვფიქრობთ, ევროპული საბჭო სანქციების უფრო ეფექტურ ზომებს მალე დაეთანხმება. ბალტიის ქვეყნებმა უკვე დააწესეს სანქციები ეროვნულ დონეზე. მე ვფიქრობ, მალე იგივე მოხდება ევროკავშირის დონეზე. სანქციებს შესაძლოა დრო დასჭირდეს, რადგან ივანიშვილს ჰყავს მოკავშირე ორბანის სახით. მაგრამ ვფიქრობ, ორბანის საკითხის მოგვარებად შესაძლებელია. ბიზინა ივანიშვილი რუსი აგენტია, რომელიც ახლახან ამერიკამაც დაასანქცირა. შესაბამისად, ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა შეუძლებელია. საქართველოში არჩევნები მოიპარეს. ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ივანიშვილსა და ქართული ოცნების чиновникებს სანქციები უნდა დაეკისროთ, მათ შორის ქონებრივიც. კატეგორიულად ვგმობ ხალხის მიმართ ძალადობას და პრეზიდენტის მიმართ მუქარას. ყაველაშვილი მხოლოდ მარიონეტია და მისი ინაუგურაცია მხოლოდ პაროდია. სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად. დაპირისპირება საქართველოში რეჟიმმა თავისი ხარვეზიანი არჩევნების შემდეგ დააყენა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი. ზურაბიშვილმა თან წაიღო ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ცარიელი სასახლე დატოვა. ასეთი მკაცრია ევროპელი ლიდერების და პოლიტიკოსების გამოხმაურება. ისინი ამბობენ, რომ ყაველაშვილი მხოლოდ მარიონეტია და მისი ინაუგურაცია მხოლოდ პაროდია. სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ კანონიერ ლიდერად. ქართველები აჩვენებენ სიმამაცეს თავისი მშვიდობიანი პროტესტით, სიმტკიცეს და ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს. ვკითხულობთ ევროპარლამენტარების განცხადებებში და ვისმენთ კიდეც მათ შორის მათგან, ვინც დღეს თბილისშია. თქვენ იცით, რომ დღეს კვირა, როგორც უკვე აღნიშნია, საშობაო ვარდადეგებია ევროპასა და ამერიკაში და მიუხედავად იმისა, რომ რაც მოგიყევით და გაგაცანით არის მხოლოდ ნაწილი დღევანდელი გამოხმაურებებისა, ხვალ კიდევ ელოდება საქართველოს ძალიან მკაცრ რეაქციას დასავლეთისგან.